დილოცოდა დავიწყე. ეუფეურ ზეცათა უნუგეშინის მცემული სულ ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მაგლითა შენითა. საუნჯეო კეთილთა მომიჭებულო ცხოვრებისა, მოვედ და დაემკვიდრებ ჩვენ შორის და წმინდა უკან ჩვენ ყოვლისაგან მიწისა. დააცხოვნე სახირო სული ჩვენი. ამინ. დავძანდით. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, ვინც დღეს პირველად ესწრება ჩვენს საუბრებს, თუ ჩვენ განვიხილავთ სახარებას მათესაგან. მათეს სახარება, ესეთი გამოთქმა არ არის მაინც და მაინც კორექტული და სწორი და ეკლესია ამბობს ესე სახარება მათესგან, სახარება ლუკასგან, სახარება მარკოზისგან, სახარება იოანესგან. რატომ? რა განსხვავება? განსხვავება არის ის, რომ ჩვენ რო ვთქვათ მათეს სახარება, გამოვა ის, რომ თითქოს ეს მათეს მიერ დაწერილია მისი შთაგონების ნაყოფია და მისი გონების ნაყოფია და ესე არ არის ან რომელიმე მოციქულის. ჩვენ გვწამს და უჯერა, რომ სახარებისეული წიგნები ჩვენ ამასთან დაკავშირებით როდესაც შესავალი ქონდა ახალი აღთქმის ამასთან დაკავშირებით საფუძვლიანად ვისაუბრეთ, რომ თუ რამდენი წიგნი ახალი აღთქმისა, 27 წიგნია და 27-ვე წიგნი ითვლება კანონიკურ წიგნად და კანონიკური წიგნები, რომლებიც არის, აბსოლუტურად ყველა არის უშუალოდ ღვთის სულის მიერ დაწერილი, ანუ უშუალოდ გამსჭვალული თითოეული მათგანი ღვთის სულით და ანუ ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად წერდნენ ამას, იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ გადამწერები რა, ანუ მათ რაღაცა სულიერ პრიზმაში გადიოდა ეს ყველაფერი და იწერებოდა ესე ღვთის სიტყვა. ანუ თავიდან ბოლომდე ღვთისა ის ყველაფერი სული წმინდისა ერთი და იგივეზე საუბრობენ მათეც, მარკოზის, ლუკაც, იოანეც, ოღონდ თავთავის დანახულს. და ის რაც უფალმა ინება, რომ ათქმევინა მათეს, ის რაც უფალმა ინება და ათქმევინა მარკოს, ლუკას, იოანეს და ასე შემდეგ. ასე რომ უფრო სწორი და კორექტული არის, რომ ვიხმაროთ გამოთქმა სახარება მათესგან. თუმცა მათეს სახარებაც და ისეც თუ ვიტყვით, არც არ არის დიდი დარღვევა, მაგრამ სიზუსტისთვის ესე აჯობებს. ჩვენ განვიხილავთ სახარებას მათესაგან, მისული ვართ უკვე მერვე თავზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი თავები განვიხილეთ ჩვენ, განვიხილეთ სწავლამოძღვრებითი თავები, რომლებიც მეხუთედან მეშვიდე თავის ჩათვლით გრძელდებოდა, ასე ვთქვათ. ეხლა უფრო ისეთ თხრობით ეპიზოდზე გადავდივართ. თუმცა სახარებაში მინდა შეგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს, რომ თითოეული სიტყვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, არც ერთი სიტყვა და არც ერთი ასო შემთხვევით აწერია და ამდენად არ არსებობს რაღაცა ნაკლებად მნიშვნელოვანი ეპიზოდი სახარებაში და შედარებით უფრო მნიშვნელოვანი. ანუ ყველაფერი თანაბრად ძალიან მნიშვნელოვანია და ეს მინდა რომ იცოდეთ, ხო? და ამ გულით და ამ შეგნებით მინდა რომ ვისმინოთ სახარების გამარტება. ანუ ხამე ბოდიშ მოვიხდი იმათთან, ვინც თავიდანვე დადის უბრალოდ იმის გამო, რომ ნელ-ნელა ახალ-ახალი ადამიანები გვემატებიან, მე იძულებული ვარ ხოლმე, რომ ეს პატარა შესავალი გავაკეთო. ანუ ჩვენი მიზანი სახარების გამარტებისა, ეხლა ჩვენ რასაც ვკითხულობთ, ხო? არის რა, რომ გავიაზროთ სწორად სახარებისეული სიტყვები. სახარება ესე თქვენ შეგიძლიათ სახლში გადაშალულ და წაიკითხოთ, მაგრამ თუ არ იცით რა ადგილი როგორ უნდა გაიგოთ, ისე ძალიან გაგიჭირდებათ. ეხლა მე რა ვიცი, ხა ღვთისმადლით რაღაცა ცოდნას დამიგროვდა, რაღაცა გამოცდილებას დამიგროვდა, წმინდა მამათა გამარტებებიც მაქვს წაკითხული და აქედან გამომდინარე უკვე აი ჩემში რაც არის დალექილი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ხო? აი ამას ღვთისმადლით და ღვთისწყალობით გაწვდით, რომ თქვენ სწორად დაგაკვალიანოთ სახარებასთან მიმართებაში და უმთავრესი მიზანი რაც მაქვს კიდევ მე აი ამ ჩვენი საუბრების უმთავრესი მიზანი რაც გახლავთ არის ის, რომ მე მინდა რომ სახარებისეული სული იგრძნოთ თითოეულმა თქვენთაგანმა, გაცოცხლდეთ სახარებისეული სულით და სახარებისეული მონაწილეები მოვლენები გავაცოცხლოთ თქვენს თვალწინ და გახდეთ თითოეული თქვენთაგანი თანამონაწილე აი ამ მოვლენებისა, რომელიც ხდებოდა
20 საუკუნის წინ. იმისათვის რომ ჩვენ ცოცხლად შევიძნოთ ჩვენთვის ამ ქვეყანაზე მოვლენილი და შემდგომ უკვე ჯვარცმული და აღმდგარი და ამაღლებული უფალი. აი ამას ისახავს ჩვენი საუბრები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მინდა გთხოვ თითოეულ თქვენთაგანს რომ რა თქმა უნდა ეს თქვენთვის არის ჩვენ აქ არანაირი დაინტერესება სასულიერო პირებს არ გვაქვს არც მე მათ შორის პირადად მე არც ფულს მაძლევს ვინმე ამაში არც ჩინმენდლებს კიდევს უბრალოდ მე ერთადერთი რაც მამოძრავებს თქვენ დამსიყვარული და მამოძრავებს ის რომ მინდა რომ რაღაცა უფრო უკეთ გავეცნოთ სახარებას ის რაც ყველაზე არსებითი და ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ რომ რამდენჯერმე მithქვამს და მიქადაგია მე ამასთან დაკავშირებით რომ სირცხვილია მართლა სირცხვილია ამას მე ისე სიტყვის მასალად კი არ ხმარო აი ამაზე დიდი სირცხვილი მე არ მეგულება ქრისტიანისათვის რა მით უმეტეს ეკლესიურად მცხოვრები ქრისტიანისათვის რომელმაც სახარება არ იცის და წაკითხული არ აქვს აქ ცოდნაზე ლაპარაკი ზედმეტი აი წაკითხული არ აქვს სახარება ერთი მახარებლისაგან თუნდაც რა აღარ ვლაპარაკობ ეხლა 4000-ზე რომ 4-ვე წაკითხული ქონდეს და იქ საქმე მოციქულთა და ეპისტოლეები და ასე შემდეგ. თუმცა ესეც უაღრესად მნიშვნელოვანია. ერთ პატარა წიგში არის მოქცეული ეს ყველაფერი. აი შეიძლება 10 ჯერ და 5 ჯერ ამაზე დიდი წიგნები გაქვს წაკითხული რა. მაგრამ აი სახარება, აი ეს იცით რატო არ გაქვს? იმიტომ რომ აქ ცოტა ძალისხმევაა საჭირო. აქ ეშმაკიც გიშლის ხელს, ძალიან გიშლის ხელს, იმიტომ რომ ბოროტს არ უნდა რომ შენ შეიმეცნო ღვთის სიტყვა. იმას აწყობს რომ შენ ისე იარო ეკლესიაში. რომ სახარება არ იცოდე, არ კონდეს საკითხული. იმას ესე ურჩევნია. მაგრამ ჩვენ გვირჩევნია, დამიჯერეთ რომ არ გვირჩევნია. ჩვენთვის არ არის ეს კარგი. ამიტომაც არის რომ აი ხშირად ეხლა მე მოძღვარი გახლა ვარ და ბევრჯერ მოსულა ჩემთან ადამიანები და აი მამაო რაღაცა წმენაში ვერ ვარ ძლიერად, რაღაცა ცოტა წმენა შემერყა. რაღაცა თქვა განსაცდელი დაეშვა ხო იმ ადამიანის თავს ვიღაცა გარდაეცვალა, ვიღაცა ავად გაუხდა. მაშინვე რაღაცა წმენაში ირყევიან რომ მართალია ეს ყველაფერი მართლა არსებობს ღმერთი მართლა არის ის ქვეყანა ეს იცი რატო გვემართება შემოკარგებო იმიტომ რომ არ ვიცნობთ უფალს იმიტომ რომ არ გვაქვს წაკითხული სახარება აი რამდენჯერ ისიც მოგისმენიან ჩემგან თქვენ რომ აი მოდიან და ჩივიან ჩემთან მამო აი ღმერთი არ მიყვარს აი ვერ მიყვარს ისე და თითქოს განიცდის ამას ადამიანი რომ არ უყვარს ღმერთი მაგრამ შენ დაუცილო რასაკეთებ იმისათვის რომ გიყვარდეს ღმერთი ელემენტარულად ხო უნდა იცნობდე ის ვინც გინდა რომ შეიყვარო. ეხლა თუ არ იცნობ, როგორ უნდა გიყვარდეს? თუ არ იცი ვინ იყო, სად დაიბადა, როგორ იზრდებოდა, რას ასწავლიდა, შენი გულისათვის რა გააკეთა? ჩვენ ვინ გვიყვარს? გვიყვარს ის, ვისაც ჩვენ დამი, ჩვენს მიმართ რაღაცა პატარა თუნდაც იოტისოდენა ამბაგი გააჩნია, ესე არ არის? რატო არისო დედა ყველაზე მეტად გვიყვარს? იმიტომ რომ ვიცით რომ დედას ყველაზე მეტი სიტყვა და ყველაზე მეტი სიყვარული აქვს ჩვენს მიმართ ახარჯული და ყველაზე უანგაროდ უყვარვართ. და თუ არ იცი რა გააკეთა იმ უფალმა შენთვის, ეხლა მარტო ის რომ ღმერთია და შენი შემოქმედია, წესით ესეც საკმარისი უნდა იყოს მხოლოდ ადამიანისათვის რომ უყვარდეს ღმერთი, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ არის, ხო, არ არის ეს საკმარისი. და უნდა იცოდე და გაიცნო ჯერ და გაერკვე კარგად რა მოიმოქმედა უფალმა შენი გულისათვის რამ ხელა მსხვერპლზე წავიდა რამ ხელა რამ გააკეთა ჩვენთვის იმისათვის რომ მე შევიყვაროთ ხომ ასეა ასე რომ მე მინდა გთხოვ თითოეულ თქვენთაგანს რომ ეცადეთ და ნუ გააცდეთ ხო იმიტომ რომ ესა ჩვენ გაანგებო აქვს დანიშნული 7 საათი იმიტომ რომ ეს ისეთი დრო არის როდესაც უმრავლესობა თქვენთაგანი უკვე სამსახურებს მორჩენილები ხართ სამსახურის შემდეგ რომ გქონდეთ საშუალება ჩვენ ალბათ ვეცდებით რომ ზამთარშიც არ შევწვალოთ ეს დრო და აი ამ დროს იქნება ხოლმე რა რომ შესაძლებლობა გქონდეთ ხოლმე რომ მოგზანდეთ და დაესწროთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით თქვენთვის არის ეს მნიშვნელოვანი რა თორე მე ორი კაცი რომ მოვიდეს იმ ორი კაცისთვისაც ვისაუბრებ სულ არავინ მოვიდეს იმ დროს არ ვისაუბრებ და ეგ იქნება მაგრამ თქვენთვის არის ეს არსებითი თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და მინდა გთხოვ თითოეულ თქვენთაგანს რომ ეცადეთ მაქსიმალურად როი რო ჩაჯდებით იმ ციკლში აღარ გააცნებთ იმიტომ რომ აი წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიზანი რასაც ჩემი საუბრები ისახავს ჰაერში გაიფანტება და ვერ მივახცე მიზანს იმიტომ რომ ერთი რო ამოვარდები აი მიმდინარეობიდან იმ ციკლიდან იმ ჯაჭვიდან ხო მე უკვე ძალიან ძნელია შენთვის რომ ისევ ჩაჯდე იქ რა
იმიტომ რომ გამოტოვებ უკვე ძალიან მნიშვნელოვანს და ისედაც პატარაა სახარების ელთხრობა. ისედაც ძალიან ლაკონურები არიან, მოციქულები, სიტყვა ძუნწებიანი, უბრალოდ ჩვენ ისინი გვეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი და არსებითია და დანარჩენი უკვე ჩვენ უნდა მივხვდეთ, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ. აი როგორც უფალი ამბობს, დამნახავმა უნდა დაინახოს, გამგონემ უნდა გაიგონოს, ვისაც შეგრძნების უნარი აქვს, მან უნდა იგრძნოს. და ისედაც მოკლეა ტექსტუალურად ეს ხრობა და ეხლა იქიდან რომ შენ ერთ თავს გამოტოვებ, ორ თავს გამოტოვებ, უკვე ამოვარდნილი ხარ და კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე თქვენ არც გამოცდას გიტარებთ, არც ნიშნებს გიწერთ და არც ფულს არ ვიღებთ თქვენგან, მაგრამ თქვენთვის არის ეს მნიშვნელოვანი და საჭირო და ეცადეთ, ხო ამას მე ვეცდები რომ სხვა დროს აღარ გითხრათ, იმიტომ რომ ეხლა არ მინდა რომ ცუდად ჟღერდეს ჩემი მხრიდან. უბრალოდ ამ ერთხელ გეტყვით და მინდა რომ გაითვალისწინოთ, რომ თქვენთვის არის ეს მნიშვნელოვანი, რომ არ ამოვარდეთ აი ამ ჯაჭვიდან, აი მთხრობის ჯაჭვიდან რა, რომ აი ყველაფერში გააერკვეთ. მით უმეტეს გითხარით, ხო რამოდენიმე ნაწილად არის პირობითად დაყოფილი, ხო? არის თხრობითი ნაწილი, არის ისტორიული ნაწილი, არის სწავლამოძღვრებითი, ჯულდებითი ნაწილი. ანუ ერთი რომ თავდება, მეორე იწყება, მეორე თავდება, მესამე იწყება და ამაში ყველაფერში თუ არა ხარ ჩამჯდარი მთლიანად, ხო? აი ეს მთლიანობა, აი ეს კარგა, რომელზეც არის ასხული მთელი სახარება უკვე დაირღვევა შენში და ვეღარ დააკავშირებ მოვლენებს ერთმანეთთან, რა. და ამიტომ მე უკვე მიზანს ვეღარ მივახცევ და მე გული დამწყდება მე უკვე თქვენთან მიმართებაში და ამიტომ ეცადეთ ჩემო კარგებო თქვენ თო მიხვდებით მე რასაც გეუბნებით, როდესაც სისტემატიურად ივლით და ალბათ ეხლა ვინც დადიხართ უკვე ეხლა მე რო თავზე ვართ მისული და ალბათ დამეთანხმებით რომ ეს ნამდვილად ასეა რასაც გეუბნებით. მოდი ნახოთ როგორ გრძელდება ჩვენ დავასრულეთ წინათავი იმით რომ ხალხს უკვირდაო რომ მისი სიტყვაო არ გავდაო ჯულის მოძღვრების და ფარისევლების და წიგნოვრების სიტყვას, ანუ მისი სიტყვიდანო ძალა მოდიოდაო, ძალა იგრძნობოდაო. და ისიც გითხარით მე რომ აი ადამიანის სიტყვას ჩემი მაგალითიც მოგიყვანეთ შედარება გავაკეთე რომ რა უსუსური იყო ჩემი სიტყვა, როდესაც ვცდილობდი რომ უბრალოდ წაკითხული გამეზიარებინა სხვებისათვის. და ეს არაფერი არ არის და ამჯერად თუ კი შენ შიგნით არ არის გამოვლილი ეს სიტყვა, რასაც ლაპარაკობ, შენ თუ ის განცდილი არა გაქვს, აი განსაცდელი სიტყვა რას ნიშნავს, აი დაუკვირდით, შენ ის უნდა განიცადო. იმიტომ უშვებს უფალი იმ განსაცდელს, რომ შენ უნდა განიცადო. ვიღაცაზე რო დაეშვა განსაცდელი, იქიდან შენ ვერ ისწავლი. ის იმისი განსაცდელი იყო, იმას უნდა განეცადა ის. აი ამ შემთხვევაშიც ესეთი რამეა, იცით, რომ აი თქვენ თუ არ განიცადეთ აი ეს სიტყვა რაზეც აი იგივე მე დარწმუნებული ვარ ზუსტად ვიცი რასაც მე ვსაუბრობ ეხლა ბოლომდე არ მოვა იმ განცდით ზუსტად თქვენამდე რა განცდიდაც შეიძლება ჩემგან მოდიოდეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემგან შიგნიდან რომ მოდის ეს ყველაფერი და რომ განმაცდევინა უფალმა და რომ ვიგრძენი აი მე განგებ ჩემ რაღაცა პატარა საიმუნოსაც გეტყვით მიუხედავად იმისა რომ მაქვს რაღაცა განმარტებები ხო მე 20 წლის სიმსავლობდი სემინარიაში და ეს ყველაფერი მაშინ მაქვს გავლილი, ხო? არანაირი განმარტებას არ გადავხედავ ხოლმე შეგნებულად, რა, აი შეგნებულად მოვდივარ იმით, რაც არის ჩემში დალექილი. რომ რაღაც წაკითხულიდან კი არ გელაპარაკოთ იქიდან, რაც ჩემგან წამოვა. რომ იყოს თითოეული სიტყვა ნაღდი, იყოს ყველაფერი გულიდან წამოსული, რომ თქვენს გულამდეც მოვიდეს, მაგრამ თქვენს წინასწარ მინდა გითხრათ, მიიღებთ იმდენს რამდენის განცდის და მიღების უნარის გაგაჩნია დღეს ამ სულიერ ეტაპზე. ხვალ და ზეგ უფრო მეც გაიგებ და ასე შემდეგ და მეც მათ შორის. რამდენჯერაც ვკითხულობ, იმდენჯერ ახალი და ახალი რამ მეხსნება, ესეც გითხარით მე თქვენ რომ ეს არის ერთგვარი ინდიკატორი ადამიანის სულიერებისა, ადამიანის სულიერ ცხოვრებისა, რომ თუ შენს მიერ წაკითხული სახარება, აი თქვა დღეს წაიკითხე მე თავი, ხო? თქვა გავიდა რაღაც დრო 1 თვე 1 წელიწადი, ხო, კიდევ წაიკითხე თუ შენთვის ის უკვე რაღაცა ახალი სიღრმით გაიხსნა, ესე იგი შენ იზრდები, შენ ერთ ადგილზე არ დგახარ. შენ თუ ისევ ვერ გაიგე, ვერაფერი და იმის გარდა ვერაფერი ვერ გაიგე, რაც მანამდე ისედაც გაგებული ქონდა, ესე იგი ერთი ადგილი გიტკეპნია რა, ესე შეგიძლიათ ხოლმე შეამოწმოთ თქვენი სულიერ მდგომარეობა. მოდი გავაგზავნოთ რა ხდება ამის შემდეგ. ანუ დამთავრდა ეს სწავლებითი ნაწილი მთიდან, როდესაც დაიწყო უფალმა და იქადაგა 9 ნეტარებით და ისაუბრა მერე რავალ სხვა უჯულოებაზე და სათნოებაზე და გვასწავლა როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ უნდა ვიმარხულოთ, რა არის მოწყალება და ასე შემდეგ. და მოდი გავაგზავნოთ რა ხდება ამის შემდეგ. ანუ მივყვეთ ეხლა მსჯელობას, ანუ ის კი არა რომ მხოლოდ მოვისმინოთ უფლის მიერ ნათქვამი, ანუ გავყვეთ ეხლა უფალს.
რა ხდება? ჩამოვიდა მთიდან უფალი. უყურეთ, გარდა მოვიდოდა რა იგი მიერ მთით, მოძდევდა მას ერი მრავალი. თქვენ ისიც კარგად იცით, ჩვენ რატომ ვაკეთებთ ამას, რომ ვკითხულობ ძველი ენით. ეხლა შემიძლია ჩვეულებრივად ახალი ქართული თარგმანით ვიკითხო, მაგრამ ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ ის ახალი ქართული თარგმანი, რაც არ უნდა პროფესორების და აკადემიკოსების ნაღვაწი და ნათარგმნი იყოს, ხო? მიუხედავად ამისა, მაინც არ არის ის, რაც იყო ძველი ენა, იმიტომ რომ ის იმდენად ღვთისმსულიერია და იმდენად სულიერი ადამიანების სააზროვნო ენა იყო ის ძველი ქართული ენა. ამიტომაც არის, რომ თვითონ ღვთისმსახურების ენაც ეკლესიაში არის ძველი ქართული და არა ახალი ქართული, ხო? სახარებას ჩვენც ტაძარში ვკითხულობ ძველი ქართული. მე მინდა რომ ამას მიეჩვიოთ. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ყველაზე აი ეს იმდენად აი როგორ გითხრათ, რომც არ გესმოდეს, რას კითხულობ, მადლი შემოდის შენში, იმდენად მადლიანი ენაა რა. აი ამასაც რო არ კითხულობდე, აი სასულიერო ლიტერატურასაც რო არ კითხულობდე, ამ ენით რომ ძველ ტექსტს კითხულობ რაღაცას, იმასაც კი თავისი მადლი მოხვება. და ამიტომ ორ კურდღელს ერთად ვიჭერთ ახლა ჩვენ რომ თან ძველ ქართულსაც ვაჩვევთ ყურს და მე რო თქვენთვის უცხო აღარ იქნება ის სახარებისეული ტექსტები, რომელსაც ვკითხულობთ. აი მაგალითად ჩვენ დიდ მარხვაში, დიდი მარხვის პირველ კვირას და ბოლო კვირას, უფრო ბოლო კვირას ვკითხულობთ ხოლმე სახარებას მთლიანად, ხო? ეხლა გახართ ისმენ სანთლები გინთიათ, მაგრამ უმრავლესობა თქვენთაგანს არ ესმის. რაღაცა აი შეგრძნების დონეზე რაც შემოდის, ეგ არის და ეგ, თორე აი სიტყვიერად, ტექსტუალურად არ გესმით რაზეა ლაპარაკი და ანუ აი ამ კურდღელსაც ვიჭერთ ახლა ჩვენ, რომ ანუ თან ამ ძველ ენას ვსწავლობთ და ვაჩვევთ ყურს. გარდა მოვიდოდა რომ იგი მიერ მთით მოძდევდა მას ერი მრავალი. რატომ მოძდევდა ერი მრავალი? იმიტომ რომ იმ ხალხმა უსმინა უკვე მას. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უფალმა ესე სახალხოდ იქადაგა. თავისი ნათლისღებისა და მოწაფეთა გამორჩევის შემდეგ. იქადაგა თაზე, რატო ავიდა თაზე? იმიტომ რომ ნუ მოგეხსენებათ ახლა მაშინ თქვა ახლა ესეთი დიდი სცენები არის, როგორც დღეს არის და თქვა მიკროფონები და გახმოვანება და ნუ მთა არის ის ადგილი, საიდანაც ადვილად ჩანხარ და ადვილად ესმის შენი სიტყვა სხვებსაც, ხო? თქვენ არ წარმოიდგინეთ, რომ ეს იყო რაღაცა უზარმაზარი მთა, ეს იყო უბრალოდ შემაღლებული ადგილი, ბორცვად მოვიაზრო დაახლოებით, საიდანაც უკვე ყველას ესმოდა მის მიერ ნაკადაგები და იქ დროთა განმავლობაში ხა ჩვენ თან გავაცოცხლოთ ხოლმე, ხო, ეს სიტუაციები, რომ წარმოვიდგინოთ ახლა რომ თქვა ახლა თავიდან შეიძლება იდგა 15 კაცი სიტყვაზე, ხო? ეხლა ვიღაცამ გამოიარა იქ მახლულად დაინახეს ვიღაცამ თალზე ასული ქადაგებს ეს ხალხი უსმენს, ისიც გაჩერდა. მე ვიღაცას დაუძახა, მოდი რაღაცებს ლაპარაკობს და ნელ-ნელა შეიკრიბა ხალხი. და ბოლოს უკვე დასასრულს უფლის ქადაგებისას აი ხედავთ უკვე ერი მრავალი მოძდევდაო მასო. ანუ უკვე ბევრი ხალხი იყო ძალიან შეკრებილი და ეს ხალხი გამოყვა უკვე უფალს. უფალი წამოვიდა და ისინიც გამოყვნენ. ანუ დაინახეს რომ მისი პირიდან, მისი ბაგიდან უკვე რაღაცა ისეთი სიტყვა მოდის, რომელიც მანამდე არ სმენიათ. კი, ბევრჯერ მოусმენიათ ამეთ წიგნობრების და ფარისევლების საუბარი, მაგრამ ესეთი რამ პირველად მოისმენეს. ხო ნახეთ როგორ დამთავრდა ის თავი რომ მისი სიტყვებიდან ძალაუფლება იგრძნობოდაო. ანუ აქ როგორი მომენტია იცით კიდე რომ ის თავისას ამბობდა, იმიტომ რომ ღმერთი იყო. ვიღაცის ნათქვამს კი არ ამბობდა, რომ აი ის წინასწარმეტყველი ამასა, ან თვითონ კი არ საუბრობდა როგორც წინასწარმეტყველი და როგორც პირი, ვთქვათ, ღვთისა, თვითონ იყო უფალი და თვითონ საუბრობდა იმ სათქმელსაც ღვთის იყო. და ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება ბოლომდე ვერ გაიაზრეს, მაგრამ შეიგრძნო ამ ხალხმა და მოინუსხენ უფლის ქადაგებით და გაყვნენ მას. იგრძნეს რომ ჭეშმარიტება ღაღადებდა მისი პირიდან. მით უმეტეს რომ უფალმა თქვა რომ არა მოვედა დახსნად ჯულის არამედ აღსრულებადო და აი ამით უფრო უცებ დაიჭირა ის ხალხი რომ ანუ შეიძლება ვიღაცას უცებ მოეჩვენა რომ რაღაცა ახალს ქადაგებს, რაღაცა ისეც ქადაგებს რომელიც ჩვენ აქამდე არ მოგვისმენია, მაგრამ მერე უკვე უფალმა განუმარტა მაშინვე რომ აი ეს ეჭვირო გამქრალიყო მათში რომ რაღაცა ახალს ხო არ გვიქადაგებს და მოსეს ჯულის დახსნა ხო არ უნდა რომ არა მე არ მოვედი იმისათვის რომ განმაქარო ის ძველი ჯული, არამედ იმისთვის მოვედი რომ აგიხსნა და განგიმარტოთ თუ რას ნიშნავს ის რაც მოსემ გასწავლა თქვენ. იმიტომ რომ თქვენში ეს უკვე დაიკარგა, დამახინჯდა და მე მინდა რომ შეგახსენოთ. მე მინდა რომ თავიდან გაგახსენოთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რას ემსახურებოდა ეს? რას ნიშნავს, როგორ უნდა აღასრულოთ ჯული უფლისას სწორად და ჭეშმარიტად.
დაჰა ესე რა კეთროვანი ვინმე მოუხდა თაყვანის სცემდა მას და ეტყო და უფალო უკვე თუ გინდეს ზალგიც განწმენდა ჩემი მიდის პირველი კეთროვანი მასთან მოგვიანებით უფალი მრავალ კეთროვანს განსმენს კიდე მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა მოდი ესეც გავითვალისწინოთ გამარტებლები ამახვილებენ ყურადღებას იმაზე რომ მიაქციეთო ყურადღება ამ კეთროვანის სიბრძნესო რომ არ მიდის იმ დროს როდესაც უფალი ქადაგებს ჯერ ერთი ეს უკვე მის კეთილ გონიერებაზე მეტყოლებს რომ არ უშლის ხელს უფალს იმ ქადაგების დროს იმიტომ რომ ის იმდენად მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავიაზროთ და უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს კეთროვანი ერთ-ერთი მათგანია და უპირობოდ მე ამაში ეჭვი არ მეპარება თუმცა სახარება ამაზე არ გვეუბნება კონკრეტულად მაგრამ მე მგონი რომ დამეთანხმებით თქვენთაგანი თუ არა და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ეს კეთროვანი ერთ-ერთი მათგანია ვინც ამ ქადაგებას ისმენდა უფლისას და მასში ეს რწმენა უკვე გაიზარდა გაძლიერდა და მიდის უკვე მასთან გაძლიერებული ანუ ჩვენ ვივარაუდოთ რომ ამ მასში იყო უკვე რაღაცა სწორი საფუძველი ამ კეთროვანში თან ახლა ხო იცით ავადმყოფი და გაჭირებული ადამიანი უფრო მორწმუნეა რა იმიტომ რომ ღმერთო მიშველეულს უიძახის რაღაცას ეძებს ვიღაცას ეძებს იქ რაღაცა ექიმს რომ ნახავს რომ ეს ექიმი ვერ შველის მე უკვე რაღაცა ზებუნებრივი ძალების იმედზეა რომ რაღაცას ელოდება რომ აბა ვიღაცა მიშველის და სულ ვიღაცაში ეძებს ამ თავის მხსნელს მშველელს და მიდის უფალთან და ეუბნება უკვე გაძლიერებული რწმენაში, იმიტომ რომ გრძნობს რომ რაღაცა ისეთი მოისმინა ამ ადამიანისაგან, რასაც ძალა აქვს და იქნებ ეს ის ადამიანია, რომელსაც ძალუს და შეუძლია მისი განკურნება. და აი ამ რწმენით ავსილი მიდის მასთან და ხედავთ უყურე რას ეუბნება? უფალო, ჯერ ერთი უფლით მიმართავს მას. უკვე თუ გინდესო, ზალგიც განწმენდა ჩემიო, მიაქციეთ ყურადღება. ანუ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ უფალს შეუძლია მისი განწმენდა. უბრალოდ ეჭვი ეპარება იმაში, რომ მოინდომებს კი უფალი მის განწმენდას და მის განკურნებას. და ხედავთ რას ეუბნება. უკვე თუ გინდესო, თუ შენ გინდაო, თუ შენ გაქვს სურვილი, მე მჯერა და მწამს რომ შენ შეგიძლია ჩემი განწმენდა და ჩემი მორჩენა. აი ჩვენ აი ესეთი რაღაცები ხალხო, ესეთი ეპიზოდებით რწმენა უნდა ვისწავლოთ რა. მიბაძვა უნდა ვისწავლოთ რწმენაში ადამიანის. აი ნახეთ აი ჩვენ რამოდენიმე ესეთ პასაჟს ნახავთ დღეს და აი შეხედეთ უბრალოდ დაუკვირდით ეს კეთროვანი არის პირველი ადამიანი ამ შემთხვევაში. როგორი სავსე რწმენით მიდის. კაცი რომელსაც ისმინა ეს ყველაფერი შეიძლება მას ძალიან აინტერესებდა ჯული შეიძლება ის გძნობდა რომ აქ რაღაცა ისე არ ხდება ის ფარისევლები როგორც ასწავლიან და წიგნობრები როგორც ასწავლიან და ბოლო დაფიქრდა ამ ყველაფერზე რა და აი მისი გული ეტყობა რაღაცა სხვას კარნახობდა რომ მე მგონი ესე არ არის როგორც ესენი გვასწავლიან და იპოვა ადამიანი უცებ რომელმაც ზუსტად ის იქადაგა რაც მის გულის თქმას ეხმიანებოდა ზუსტად რა ანუ როგორც მას წამდა და ჯეროდა როგორ უნდა აღესრულებინა ჯული როგორც მას წამდა რა იყო რომ არ განიკითხოს რა იყო რომ არ იმრუშოს როგორ უნდა ელოცა როგორ უნდა ემარხულა ეს ყველაფერი როგორც გრძნობდა თვითონ შინაგანად მაგრამ დასტური ჭირდებოდა მას იმიტომ რომ ეხლა ეს დანარჩენები ყველანი ეს მასწავლებლებად ვინც სახელიდებოდნენ არავინ მას ესე არ ასწავლიდა სახარებას არა მაპატი ჯულს და პირველი პრეცედენტი გაჩნდა, როდესაც ნახა ადამიანი, რომელმაც ზუსტად ისე იქადაგა, სადაც მას უკვე სინდისი და გული აღარ ამხელდა, აი ზუსტად ის იპოვა, რასაც ეძებდა. და მოხდა აი ეს რაღაცა კავშირი დამყარდა უხილავი მასა და იესოს შორის და მიდის და ესეც საოცარ სიტყვებს ეუბნება, რომ უფალო, უკვე თუ ძალგიც, არა, უკვე თუ გინდეს, წამსო რომ ძალგიც განწმენდა ჩემდაო რა მეტი არაფერს არ ეუბნება კი არ უწყებს ხვეწნას და მუნდარას და გეხოცები მიშველება ამბამი უმარჩინე რაღაც ვერავინ არა აი ამას ეუბნება ხო თან ამით ხედავ თავის მოკრძალებასაც გამოხატავს მურჩილებასაც გამოხატავს რომ იყოს ნება შენი როგორც შენ გინდოდეს ისე იყოს მე კი მინდა რომ განვიწმინდოდა რომელ კეთროვანს არ უნდა და რომელ ავადმყოფს არ უნდა რომ განიკურნოს მაგრამ მე ვიცი რომ შენი ნება უფრო უპირატესია ეს არის გადამწყვეტი და შენ თუ გინდა მე მწამს რომ გამიწმინდები. უფალიც ნახეთ მიყო ხელი თვისი იესო ანუ უფალი ვისი უფალია უცებ იგრძნო და მანამდეც იცოდა მისი გულის მოძრაობა უფრო მეტსაც გეტყვით. უფალი მანამდეც გრძნობდა როცა ქადაგებდა მის გულში რა ხდებოდა და როგორ მწიფდებოდა ეს რწმენა. და ეს რწმენა მომწიფებული ადამიანი მიდის მასთან წარმოთქვამს ამ სიტყვებს და უფალიც უმალ
მიიღო ხელი თვისი იესო შეახომას და თქვა მნებავს განწმინდენი და მეხსეულად განწმინდა იგი კეთრონებისა მისგან. ხედავთ? აი ხედავთ როგორი უხილავი საუბარია ამ კეთროვანსა და უფალს შორის? ანუ უფალმა დაუდასტურა რომ კი მე ნამდვილად ისწავლარ ვინ შენ გონი ვარ. მე ნამდვილად შემიძლია და რაკი შენ მე ესე მომართე და რაკი შენ ჩემთან აი ამგვარი რწმენით მოხვედი, ხო? მე გიდასტურებ ნამდვილად რომ ეს ჭეშმარიტად ჩემს ნებაზეა დამოკიდებული, ჩემს კეთილ ნებაზე, იმიტომ რომ მე უფალი ვარ, მე შენი შემოქმედი ვარ და რაკი შენც აღიარე რომ თუ მე მინდა იმ შემთხვევაში განეწმინდები, მე გპასუხობ, მე მინდა და განეწმინდე. ხედავთ რა საოცარია. და მიაქციეთ ყურადღება რწმენის სისავსეს ამ კეთროვანის მეხსეულად განეწმინდა კეთრონებისა მისგან. მომენტალურად განეწმინდა, მომენტალურად განიკურნა. და ეს ხდება ხალხის თვალწინ, არ დაგავიწყდეთ. და ეს თვალსაჩინო სასწაულია, იმიტომ რომ კეთრი ეხლა ვინც არიცით იმას აყურადღებო თუ იტყვი რომ ეს არის კანის ყველაზე უერაგესი დაავადება, რომლის გამოც იხოცებოდნენ ანუ კეთროვანის განკურნების საშუალება ფიზიკურად არ არსებობდა რა, კეთრი ვისაც შეეყრებოდა, თან იყო გადამდები და ყველა ერიდებოდა ესეთ ადამიანებს. გარიყულები იყვნენ ესეთი ადამიანები აბსოლუტურად, იმიტომ რომ შეეხებოდი და გადაგედებოდა. და განწირულები იყვნენ ეს ადამიანები. და ეს არის დაავადება, რომელიც კანს ცოცხლად ალპობს. თავიდან ბოლომდე თქვენ იცით რომ ყველაზე დიდი ორგანო ადამიანის ორგანიზმის ეს არის კანი. ცოცხლად ლპებოდნენ ეს ადამიანები. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა კეთროვანი ადამიანი სულ დაწყულებული სახეზეც, ხელებზეც, ფეხებზეც, ტანზეც. ხო? და ამ დროს უცებ მეხსეულად რომ განიკურნება. ხო? ყოველგვარი მალამოების და ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე. ანუ ეს სასწაული იმ ხალხმა იხილა, ანუ ხედავთ უფალი, უფლის განგებულება როგორია, უფალი ესე კონკრეტულად ერთ ადამიანზე კი არ ზრუნავს ხოლმე. უფლის განგებულება თითოეულ ქმნილებას მოიცავს, თითოეულ ადამიანს მოიცავს, ვინც კი არსებობს, ვინც კი არსებულა და ვინც კი იარსებებს მერეც. საყოველთაოა მისი განგებულება და მასზე რო ზრუნავს და მას რომ განწმენს უფალი. ამითი იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი, ცხადი სასწაული დაანახოთ ეს მათთვისაც იყო დასტური უკვე იმისა, რომ ის რაც უფალმა იქადაგა მთიდან, ღვთისაგან იყო და ჭეშმარიტებისაგან იყო, იმიტომ რომ ამას მოყვა უკვე თვალხილული სასწაული, რომელიც ხალხმა ყველამ დაინახეს, რომ აი კეთროვანი განეწმინდა. ანუ კიდევ უფრო მეტად გამკიცდნენ ეს ადამიანები რწმენაში, რომ ის რაც იქადაგა მან მთიდან, რომ ვიღაც თვითმარქვია კი არ იყო და შარლატანი, არამედ მართლა ღვთისაგან იყო. შეიძლება ისინი ჯერ ვერ მაღლდებიან და რა თქმა უნდა ვერ მაღლდებიან იმ შემეცნებამდე რომ ეს არის განკაცებული ძებთვისა, ეს თვით მოციქულებსაც კი უჭირთ ამ შეგნებამდე ამაღლება თქვენ არ დაგავიწყდეთ. მაგრამ ხვდებიან რომ ეს ადამიანი ღვთისაგან არის და ჭეშმარიტებისაგან არის. ეს უკვე ძალიან დიდი მონაპოვარია. და რქვა მას იესო. იხილე ნუ ვისუთხრობ, არამედ წარვე და უჩვენე თავი შენი მღვდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათთა. უცნაურია თითქოს, ხო? არავის არ უთხრაო. ეხლა რანაირად არ უნდა უთხრას არავის, როცა იმდენად ხალხმა ნახა, ხო? და იმ ხალხი მომსწრე იყო სასწაულისა იქ, ხო? მაგრამ მაინც ეუბნება უფალი, რომ ნუ რავის ნუ ეტყვიო. აქ ეხა უპირველეს ყოვლისა ჩვენ სიმდაბლის გაკვეთილი უნდა მივიღოთ, ხო? ანუ როცა ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ რაღაცას, არ უნდა ყვიროდეთ და არ უნდა ვქადაგებდეთ ამას, რომ არ იქა და აიმე და უიმე და რა გავაკეთეთ. ხა ჩვენ ხო ესე ვართ, არა? ჩვენ გულში ჩავიხედოთ რაღაცას რო გავაკეთებთ, მაშინ გვინდა რომ ტაში დაგვიკრას ხალხმა, რომ არა მაგარი ხარ და რაღაცა მედლები ჩამოყიდოს და ამით უფალი გვეუბნება და გვასწავლის, რომ სიმდაბლისკენ მოგვიწოდებს, რომ როცა შენ და ამაზე ვისაუბრეთ, ხო ჩვენ როცა ქველის საქმეზე საუბრობდა უფალი აი ზუსტად ორი თავის წინ, რომ ნუ სნობ მარჯვენა შენი, რაცა იქონდეს მარცხენა შენი, ანუ შენმა მარჯვენა ხელმა არ იცოდეს მარცხენა რას აკეთებსო, ხო? იმდენად თავდაბლად უნდა აკეთო, სიკეთე იმდენად უნდა გწამდეს და იცოდე, ესეც გითხარით მე თქვენ, რომ აი რა შემთხვევაშია სიკეთე ჭეშმარიტი და რა შემთხვევაშია ღვთისთვის, აი რა შემთხვევაში შეიწირება ღვთისაგან შენი სიკეთე და წაადგება შენ სულს, როდესაც
ერთადერთი მიზანი გამოძრავებს შენ, რომ აკეთებ სიკეთეს, იმიტომ რომ ესე მოსწონს ღმერთს და ესე გაეხარდება მას. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ ამაყობს იმით, რომ აი მე კეთილი ვარ, მამო, აი მე მსიამოვნ, მე თვითონ მსიამოვნებ სიკეთის კეთება და იმიტომ ვაკეთებ. აი შენ სანამ შენ თვითონიდან აზროვნებ, მანამდე არაფერი არ გეშველება. მანამდე იზოლირებული ხარ ღვთისაგან. იმიტომ რომ შენ შენი თავი გონია კარგი დამოუკიდებლად ღმერთის გარეშე. შენ გონია რომ ცალკე არსება ხარ, ღმერთი ცალკე არსება. ესე არ არის. ღვთისა ხარ თავიდან ბოლომდე, ღმერთმა შექმნა, ღმერთმა მოგცა ყველანაირი უნარი, ყველანაირი ნიჭი. აბსოლუტურად ყველაფერი, სუნთქვის ნიჭით უფალმა მოგცა. თითოეული უჯრედი ღმერთმა გაჩუქა. სხეული, ნიჭები, გონიერება, ჯანმრთელობა, ყველაფერი ღმერთმა მოგცა. შენი რა არის? შენი არის მხოლოდ და მხოლოდ არჩევანი. თავისუფლება. აი ეს არის შენი. და თუ ღვთისას ირჩევ, ისიც ღვთისაა. შენი არის მხოლოდ ცოდვა და იმ ცოდვით ამაყობ და ცოდვაზე გინდა რომ ტაში დაგიკრა? შენი არის ცოდვა, მეტი არაფერი. ანუ აქ უპირველეს ყოვლისა სიმდაბლე უნდა ვისწავლო და მეორე რაც არის მნიშვნელოვანი პასაჟი, რომ ანუ რატო აგზავნის მღვდელთან? მღვდელთან მიდიოდა შეწირე შესაწირავიო, რომელიც დაადგინა მოსემო. ანუ იმისათვის რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრად ეღიარებინათ, ამისათვის აუცილებელი იყო რომ მისულიყვნენ მღვდელთან. მღვდელს უნდა დაედასტურებინა რომ ეს ადამიანი ის არის ვინც ნამდვილად კეთროვანი იყო, მაგრამ დღეს უკვე განწმენდილია, მას უნდა შეეწირა სამადლობელი შესაწირავი ღვთისათვის და აი ამის შემდეგ იქნებოდა უკვე მიღებული სრულფასოვან წევრად უკვე საზოგადოებაში, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ამის გარეშე შეუძლებელი იყო ყველა გაურბოდა კეთროვან ადამიანს. მოდი გავყვეთ ხრობას რა ხდება შემდეგ მორიგი სასწაული მოდის, რომელიც თქვენ ძალიან ხშირად მოგისმენიათ. როდესაც თქვენ სახლში მოსულა სასულიერო პირი და უკურთხებია თქვენი სახლი, ყოველთვის იკითხება ხოლმე აი ეს სახარება. თუმცა ეს იკითხება ხოლმე ლუკასაგან, მაგრამ ერთი და იგივე არ აქვს მნიშვნელობა. შერავიდა იგი კაპერნაუმად, ანუ აგძელებს გზას უფალი და შედის კაპერნაუმში. მოუხდა მას ასის თავი. ევედრებოდა მას და ეტყოდა. მიდის ვიღაცა ასის თავი, ანუ ასის თავი ვინ არის? სამხედრო წოდების ადამიანი, ხო? რომელსაც რაღაცა ასეული აბარია თავის. ევედრებოდა და ეტყოდა. უფალო, მონაი ჩემი დაცემულა არ სახლსა შინა ჩემსა განრღვეული და ფრიად იგვემების. მიაქციეთ ყურადღება ახლა ასის თავის გულისხმიერებას, ხალხო. ნუ ახლა ასის თავი წარჩინებული ადამიანი იყო, არ იყო ეს რიგითი პიროვნება. თავისი ცხოვრების წესითაც უნდა ვივარაუდოთ და შეძლებული ადამიანი იყო, იმიტომ რომ მას მონები ყავდა სახლში, მსახურები. და მიაქციეთ ყურადღება მის სიყვარულს და მის გულისხმიერებას, თუ როგორ ზრუნავს ის თავისი მონებისათვის. რომ მიდის უფალთან და ეუბნება მას. უყურებ? ევედრებოდაო მას და ეტყოდაო, ანუ თხოვნით მიდის, მუდარით მიდის, ვისთან? უბრალო გლეხთან, ხო? ყველაზე დაბალი წოდების წარმომადგენელთან, იესოსთან. მიდის თხოვნით, მიდის მუდარით, უკვე მოკრძალება ჩანს. უკვე თამდაბლობა ჩანს ამ ადამიანისა, უკვე კეთილგონიერება ჩანს და ჩანს რწმენაც უკვე და რაც ყველაზე მთავარია და არსებითი არის ეს გავამახვილე ყურადღება, რომ აი ყველაზე მეტად ამას აქცევს უფალი ყურადღებას მის სიყვარულს. რომ სთხოვს რომ ჩემი მონაო, ჩემი მსახურიო სახლსა შინა ჩემსა არის განრღვეულიო და ფრიად იგვემებისო. განრღვეული ნიშნავს პარალიზებული. ანუ ეს ორგანოები ადამიანისა, ხო, შემტკიცებული ერთმანეთთან, ხო, ანუ იმართება გონებიდან, თქვათ, ხერხემლის ტვინიდან და ეს ყველაფერი, ეს იმპულსები, რომელიც გადის მერე ორგანოებში, ამოძრავებს ამა თუ იმ ორგანოს გრძნობთ ტკივილ შეხებას და ასე შემდეგ, ხო და განრღვეული ნიშნავს აი ეს ტერმინიც რო იცოდეთ, იმიტომ რომ ეს ხშირად იხსენიება სახარებაში და ბევრჯერ მოხდებათ თქვენ ყურში მსახურების დროს. განრღვეული ნიშნავს ადამიანს, რომელსაც აი ეს სხეულის მთლიანობა დარღვეული აქვს არა ფიზიკურად რომ მოწყვეტილი აქვს ხელი ან ფეხი, არა. ანუ
გარღვეულია მისი აი ეს ცენტრალური ნერვული სისტემა და უკვე აღარ ექვემდებარება აი ხელის მოძრაობა უნდა, ვერ ამოძრავებს, ფეხის მოძრაობა უნდა, ვერ ამოძრავებს. ანუ კიდევ ერთხელ გეუბნები, თანამედროვე ენით რო ვთქვათ, განრღვეული, ეს არის პარალიზებული. აი პარალიჩი რო აქვს ადამიანს და რო ვეღარ იმორჩილებს ვერცერთ თავის ორგანოს რა. და ფრიად იგვემების, ანუ ძალიან ეცოდებოდა ეს ადამიანი, აი ძალიან განცდებშიაო. თან ახლა ამ დროს ადამიანი გონებას არ კარგავს. და ძალიან განიცდიდა, რომ აი ესეთ მდგომარეობაში რო ყავდა თავისი მსახური, ხედავთ ეხლა მსახურია, ხო ბოლო-ბოლო შეიძლება რომ გაეშვა სახლიდან, წადი კაცო შენ საქმეს ვეღარ ასრულებ და სხვას მოვიყვან, ვინც თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ ესე კი არ არის, ესე კი არ იქცევა და თან განრღვეული უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ეს შეიძლება უცებ არ ხდება, შეიძლება ერთი კვირა, ორი კვირა, ერთი თვე იწვა და უვლიდან მას. შეიძლება მეტიც. ანუ სახლიდან კი არა აგდებს მას, რა კი ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მას ევალებოდა, რომ ემსახურა მისთვის. თვითონ უვლის, როგორც თავის ოჯახის წევრს. ეფერება მას, ცდილობს და ზრუნავს, რომ მოარჩინოს იქამდეც კი, რომ მიდის და ეუბნება უფალს. ეხლა ვნახოთ კიდე რა ხდება, საინტერესო რამეები ხდება. თქვა მას იესო, მე მოვიდე და განკურნა იგი. ან უფლისათვის საკმარისია უკვე ღმერთმა დაინახა, რომ ეს ადამიანი არის ის, ვინც იმსახურებს იმას, რომ მივიდეს და განკურნოს მისი ესა თუ ის ადამიანი, ვისაც მას გული შეტკივა. და მომენტალურად ეუბნება, რომ მე მოვალ და განკურნავ მას. ანუ ხედავთ უყურე როგორი რამეა წინა შემთხვევაში, როდესაც კეთროვანს განკურნავდა უფალი, ხო? კეთროვანი ეუბნება, რომ მე მწამს უფალო, რომ შენ თუ კი სურვილი გაქვს და გინდა, შეგიძლია განკურნება ჩემი მსახურის, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე, ხო? არც კი ეუბნება ამას. მაგრამ ეს იმდენად ცხადია, რომ უფალი პირდაპირ ეუბნება, რომ მე მოვალ და განკურნავ. ანუ აქ უკვე ეს საიდუმლოდ არის, ეს ყველაფერი ნათქვამი, უხილავად, რომ მე სწორედ ის ვარ, რომელსაც შეუძლია განკურნო შენი მონა და ეს იგულისხმება ისედაც, იმიტომ რომ ის უკვე ამ რწმენით მოდის, რომ მე მჯერა, მე მწამს უფალო. ანუ მას იმ კეთროვანზე კიდევ უფრო მეტი რწმენა აქვს. ის კიდევ უფრო წინ არის. ეხლა დავარწმუნდებით ჩვენ ცოტა ხანში ამაში. და უფალი ეუბნება, რომ მე მოვალო და განკურნავ მას. ეხლა ნუ სიხარულით უნდა მიიღო, ხო, ეცნობა მას, რომ არიქა უფალი მოვა და განკურნავს ჩემს მონას, ხო? რომ რა კარგია. ხედავთ ეხლა რა უცნაური რაღაცა ხდება, ეხლა ვნახავთ ჩვენ, უყურეთ. მიუგო ასისთავმან, მან და თქვა. რას პასუხობს ეხლა ეს ასისთავი? სადამდე ასული მისი რწმენა ხალხო ნახეთ. და თან არ დაგავიწყდით, ეს არის ჯერ კიდევ პირველი ნაბიჯები ქრისტეს მოღვაწეობისა რა. ანუ ხა ჩვენ რო ის თქვათ, რომ ეხლა მას უკვე ნანახი ქონდა ქრისტეს მიერ აღსრულებული მრავალი სასაული და აი ამის გამო იწამა და ირწმუნა კიდე ხო, თქვათ, შეგვიძლია რომ თქვათ რაღაც, მაგრამ ესე არ არის. მას ჯერ ეს ყველაფერი არ უხილავს. ის ქადაგებაც მოისმინა თუ არა, ესეც კიდევ საკითხავია. იმიტომ რომ ეს მოდის, ეს უკვე კაპერნაუმში ხდება რა. უბრალოდ გაგონილი აქვს უკვე უფლის შესახებ, რომ არსებობს ესეთი ადამიანი, რომელიც ქადაგებს, სასაულებს ჩადის და მიდის მასთან, ისე რომ პირადად არის უნდა პირველია მისი კონტაქტი უფალთან. და ნახეთ რა საოცარია მისი რწმენა, რომ რას ეუბნება უფალს. უფალო, არა ღირსვარ მე. რაითამსა და თქვენ იცით, რომ ეს სიტყვები თქვენ ძალიან ხშირად ხდებათ იოანე ოქროპირის ლოცვაში ზიარების წინ და ძალიან ხშირად წარმოთქვათ ხოლმე, როდესაც ემზადებით ზიარებისათვის. არა ღირსვარ მე, რაითამსა სართულსა ჩემსა ქვეშე შემოხვედ. ოღონდ იოანე ოქროპირი ამას უკვე კიდევ უფრო ამხატრულებს და უკვე პირადად ამბობს ჩვენზე, რომ არა ღირსვარო, რათა სართულსა ქვეშე სულისა ჩემისასა შემოხვიდო, იმიტომ რომ ჩვენც ხო ჩვენი სულიც ხო ჩვენი სახლია, რომელშიც უფალს ვეპატიჟებით, როდესაც ზიარებისათვის ემზადებით, ხო? და აი აქედან აქვს იოანე ოქროპირის ეს სიტყვები აღებული. რას ამბობს? წარმოიდგინეთ, რომ არა ვარო მეო იმის ღირსიო უფალო, რომ შენო ჩემ სახლში შემოხვიდეო. აი რას ნიშნავს თავდაბლობა ადამიანებო? მოდი ვისწავლოთ რა, ჩვენც ვისწავლოთ რა. არა ვარო მეო ღირსიო, რომ ჩემი სართულის ქვეშ შემოხვიდეო. არამედ სიტყვით ხოლოს თქვუ და განიკურნოს მონა იგი ჩემო. აი საოცრება რა.
აი საოცარი რწმენა. შენ თქვიო, მარტო აი აქ თქვიო, ეხლა რომ განიკურნოსო და განიკურნებაო და მეო მწამსო რომ ისო იქო განიკურნებაო. და მე როგორი შედარება მოყავს ნახეთ? რამე თუ მეცა კაცი ვარ ხელმწიფებასა ქვეშე, მე სახელმწიფო მოხელე ვარო. და მქონან ჩემ ქვეშე ერისაგანი. ანუ ხა ყველა სახელმწიფო მოხელეს ყავს თავისი ზემდგომი და ყავს თავისი ხელქვეითი, ხო? და ვქვი მას წარვეთ და წარვიდის და სხვასან მოვეთ და მოვიდის. ანუ ყავსო მე ჩემი ხელქვეითებიო, როგორც გითხარით, ასის თავი გახლდათ და ჩემ ბრძანებასო ისინი ულაპარაკო დასულებენო რა. ვიღაცას ვეტყვი წადი და მიდისო, ვიღაცას ვეტყვი მოდი და მოდისო. და მონასა ჩემსა ქმენ ესე და ქმნის. და ადამიანს რომელიც ჩემი მონა, რომელიც ჩემი მსახურიო, რასაც ვეტყვი, იმან იცის რომ ის უნდა შეასრულოსო. იქ აღარ მჭირდებაო და მე ზუსტად ვიცი რომ ეს გამეორებაც არ ჭირდება რომ იცის რომ რასაც იტყვის ის შესრულდება. ხედავთ ხალხო, სად არის ამ ადამიანის სულიერება? ჩვენ აი რა ვიცი, ნეტა ღმერთმა ინებოს რომ როდისმე მიგვიყვანოს ამ ადამიანის სულიერებამდე და მის რწმენამდე რომ როგორი საოცარი რწმენა აქვს. ეხლა მიაქციეთ ყურადღება რომ რა შედარებას აკეთებს რომ მე ვიციო რომ როგორც მე ვარ ასის, მე შეიძლება ასის თავი ვარ, მაგრამ შენ ჩემზე ბევრად მეტი ხარ და შენი სიტყვა ბევრად უფრო ძლიერია და შენი სიტყვა შენ გემსახურება, შენი მსახურია და შენ სიტყვას შეუძლია აქედანვე განკურნოს ჩემი მონა. შენ გემსახურებიან ანგელოზები, შენ შეგიძლია უბრძანო ანგელოზებს, თავარ ანგელოზებს და მომენტალურად განიკურნებიან. ხედავთ ხალხო რა წმენა აქვს ამ ადამიანს. იმის მაგივრად ხო შეიძლებოდა ხა ჩვენ ალბათ გაგვეხარდებოდა და არიქა იქ ცოლს გადაურეკავდი რომ არიქა სუფრა გაშალი რომ ჩემთან მოდის უფალი რაღაცა დაგვეთანხმა მოდის რომ იმასაც განკურნავს. ხა იქ კიდე რაღაცა ეჭვის ქვეშ იქნებოდი რომ ან განკურნავს არ ვერ განკურნავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის გაგეხარდებოდა რომ დაგდანხდა და შენთან მოდის და ნუ მოკლედ აი ჩვენ დაახლოებით ესე ვიქნებოდით, მაგრამ ეს არ მოიდგინეთ რასაკეთებს. ის კი არა რომ უფლის მოსვლა არ უნდა თავისთან სახლში, ამაზე არც კი ოცნებობს. იმიტომ რომ რა შეუგნება, ნახეთ, ღირსი არა ვარო რომ ჩემ სახლში შენ ფეხი შემოდგა, შემოხვიდეო. ცოდვილი კაცი ვარო, მეო. სიტყვით თქვიო, უბრალოდ რისთვის მივიდა, წარმოგიდგენიათ, რის სათხოვნელად მივიდა, რომ სიტყვით თქვი, რომ განიკურნოსო შენი მონაო. და მე მწამს რომ ის განიკურნებაო. აი რწმენა ხალხო. და ჩვენ სადა ვარ? რამდენი სასწაული ხდება ჩვენ ცხოვრებაში და მაინც მერე კიდე რაღაცა მოხდება ისეთი განსაცდელი და მე ღვთისმობაში ვარდებით. ესმა რა ესე იესოსი, ესო გაიგონა იესო. დაუკვირდა და რქვაერსამასო. რომელი მისდევდეს მას, ამინ გეტყვი თქვენ. არც აღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოება იყო. ისრაელშიცო ესეთი რწმენა მე არ მინახავს. ხედავთ, რა საოცარი რწმენა გამოავლინა მასის თავი. სამხედრო, არც ჯულის მოძღვარი იყო, არც დიდი მლოცველი, მაგრამ ნუ ეხა ეს პირობითად. და ხალხის დასანახად, თორე სინამდვილეში როგორც ჩანს ეს მლოცველიც იყო, მორწმუნეც იყო და სწორედ ისეთი ფარული მორწმუნე იყო, როგორც უფალს უყვარს. და როგორცაც მოგვიწოდებდა, რომ აი ესეთი მორწმუნეები იყავით და ესეთი მლოცველები და ესეთი მმართველები. ანუ ის ჭეშმარიტად და ჭეშმარიტებით აღასრულებდა იმ უფლის ჯულს. სწორად სწამდა, სწორად ესმოდა ღმერთი, სწორად ესმოდა რწმენა. ხოლო გეტყვი თქვენ, რამე თუ მრავალნი მზისა აღმოსავალი და დასავალით მოვიდოდიან და ინახიდგმიდნენ აბრაამისთანა და ისააკისთანა და იაკობისთანა, სასუფეველსა ცათასა, ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი. განითხინებნელსა მას გარესკნელსა მონიყოს ტირილი და რჭენა იქნებოდა. სევდიანად დაზენს უფალი და ეუბნება ხალხს, რომ გეტყვითო და გეუბნებითო თქვენო, რომ მრავალი ადამიანიო მზისა აღმოსავალი და დასავალით, ანუ სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა ერებიდან, რომელსაც დღეს თქვენ განიკითხავთ, აბუჩად იგდებთ, ზემოდან დაახურებთ და მოიხსენიებთ მათ როგორც წარმართებს, როგორც კერპს აყვანისმლებს, როგორც უვიცებს, როგორც უგუნურებს,
აი ისინიო აბრაამთან, ისააკთან და იაკობთან ერთადო უფლის თანამეინახეები გახდებიანო, ინახით გმიდან სასუფეველსაც ათას, ანუ მან მისი თანამეინახეები, მისი თანამესუფრეები გახდებიან, მისი ლხინის და სიხარულის გამზიარებლები გახდებიან, ანუ ჩვენი სიტყვებით რო ვთქვა, სასუფეველისეული ნეტარების მომსწრე და შემგრძნობი გახდებიან ეს ადამიანები, რომლებსაც დღეს თქვენ განიკითხავთ და ძენი იგი სასუფეველისანი, ანუ ვინ არიან ძენი სასუფეველისანი ის ადამიანები, ვისაც უპირველეს ყოვლისა ევალებოდათ უფლის სიტყვის მოსმენა. ისრაელი ერი, რომელშიც ჯულიც იყო შენარჩუნებული, წინასწარმეტყველებებიც მათ ყავდათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაზე მეტად მათ უნდა მიიღოთ უფალი. წესით ყველაზე მეტად ისინი უნდა ყოფილიყვნენ მზად, მაგრამ ხედავთ უფალის სევდიანად გამოსვა, არა. ესენი ვერა. ძენი იგი სასუფეველისანი განითხინეთ ბნელსა მას გარესკნელსა და უნიყო სტირილი და რჭენა კბილთა. ბნელი გარესკნელი ეს არის იგივე ჯოჯოხეთი, იგივე წარსაწმედელი. სადაც სტირილი და კბილთა რჭენა იქნება. და რქვა იესო ასის თავს ამას. შემდეგ მიუბრუნდა ასის თავს და ეუბნება. წარვეთ და ვითარცა რწმენა გეყავთ შენ. მიაქციეთ ყურადღება. კი არ ეუბნება რომ განიკურნოს მონა შენი. ხო შეეძლო უფალს ესე თქვა. ის ასის თავი სწორედ ამას ელოდა მისგან რა, ამისთვის მივიდა მასთან რომ ეს სიტყვები მოესმინა რომ წადი შენი მონა კარგად იქნება, განიკურნება. არა. უყურე ამ სიტყვებით პასუხობს უფალი. წარვეთ და ვითარცა რწმენა გეყავთ შენ. აი როგორც გწამს ისე იყოსო. მაგრამ უყურეთ რა შეასახმე. უფალი თქვენ გონიათ სდის ეხლა ამასის თავს ამის რწმენას არ დაიჯეროთ. პირიქით უფალმა უკვე სწორედ ერთი წუთის წინ თქვა რომ ესეთი რწმენაო ისრაელშიც კი ვერ პოვეო მეო. მაშინ რატომ ამბობს ესე უფალი, რატო არ ეუბნება რომ განიკურნოს მონა შენი? ხალხისათვის ამბობს ამას ჩემო ძვირფასებო, მიაქციეთ ყურადღება რომ გაუსვას უფალმა ხაზი იმას თუ რამდენად დიდი იყო მისი რწმენა და რა შეუძლია რწმენას. რომ შენი რწმენა კურნავსო ეხლა შენს მონასო რა და წერია კიდევაც მე და განიკურნა მონა იგი მისი მას ჟამსა შინა. ანუ როგორც კი უთხრა უფალმა ეს სიტყვები, ანუ მარტო რწმენა კი არ არის საკმარისი. უფლის დასტურიც არის მე ამისათვის აუცილებელი, მაგრამ შენმა რწმენამ უნდა გამოიწვიოს უფლის მადლი. და უნდა მიიღო მე ღვთის მადლი, აი შენი რწმენის შედეგად. და იყო რწმენა მისი მხრიდან და მიიღო კიდევაც მადლი უკვე ღვთისაგან რა. ხედავთ რა საოცარია. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, ხალხისთვის მათ დასანახად და მათ მოსასმენად უფალი ამბობს რომ ვითარცა რწმენა გეყავთ შენ. აი როგორც შენ გწამს ისე იყოსო. და რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა რომ რაკის წამდა მას რო განიკურნებოდა, განიკურნა კიდევაც. განიკურნა მონა იგი მისიო მას ჟამსა შინაო. ზუსტად იმ დროს განიკურნა, როდესაც უფალმა უთხრა ეს სიტყვები. ანუ ეს იყო ზუსტად სინონიმი იმ სიტყვებისა, რომ ეთქვა უფალს რომ განიკურნოს მონა შენ. მაგრამ ხაზი გაუსვა მის რწმენას რომ შენმა რწმენა მუშოლა მას. აი შენ რომ ესეთი რწმენით ანთებული მოხვედი ჩემთან და შენს რწმენაში რომ იოტის ოდენე ეჭვი არ იყო იმ დონეზეც კი რომ არ გინდოდა რომ ფიზიკურად მისულიყავი და ხელი დამედო მისთვის. რომ შენ გწამდა რომ ჩემი სიტყვაც კი განკურნავდა აქედან. შენ გწამდა რომ ჩემი სიტყვა ჩემი მსახურია. და მე აქ რო ვიტყოდი იქ განიკურნებოდა შენი მონა, აი ამიტომ ამ რწმენით რომ მოხვედი, აი ამ შენმა შეუეჭვებელმა რწმენამ განკურნა შენი მონა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გწამდეს ჩემო ძვირფასებო. და მოვიდა იესო სახლსა პეტრესსა და იხილა სინედრი იგი მისი დავრდომილი მყურვალებითა. მოდის პეტრესთან სახლში. ეხლა მივაქციოთ ყურადღება, საინტერესო პასაჟია. პეტრე ცოლშვილიანი ყოფილა. ანუ მაინცსა და მაინც ბერობა არ ყოფილა ეხლა აუცილებელი იმისათვის რომ ადამიანი ხონდეს და გადარჩეს, ხო? ეხლა პეტრეზეა ხაზი გასმული, თორე შეიძლება რომელიმე სხვა მოციქულიც იყო ცოლშვილიანი, ხო?
მაგრამ ეხლა პეტრე პირდაპირ ჩანს უკვე სახარებიდან, ხო? თუ ცოლშვილიანი აღარ აკი სიდედრი ყავს, ეხლა სიდედრის ხო არ მოიყვანდა პირდაპირ, არა? ანუ ცოლი ყავდა და ცოლის დედა იყო მის სიდედრი, ხო? შესაბამისად ცოლი ყავდა, შვილები ყავდა, ოჯახი ყავდა პეტრეს და პეტრეს ოჯახში მიდის უფალი. სავარაუდოდ მიდის სვისთვის დასასვენებლად, რომ რაღაცა ნუგეში იხმიოს, რაღაცა ცოტა საზრდელი მიიღოს, ისადილოს ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ხო? და მიდის პეტრესთან სახლში და ხვდებათ პეტრეს სიდედრი ავად. ეხლა აქ ისიც უნდა ვივარაუდოთ ჩვენ, რომ შეიძლება პეტრეს პატარა შვილები ყავდა, ან მის მეუღლეს არ ეცავა. და ეს სიდედრი იყო ის ადამიანი, რომელიც მათ უნდა მომსახურებოდათ, რომელსაც სუფრა უნდა გაეშალა დაღლილი უფლისათვის და მისი მოციქულებისათვის. და ამ დროს ავათარი სიცხე აქვს. პეტრეს სიდედრს. იმდენად სიცხე აქვს, რომ წერს და ვერ ინძრება. დაურდომილი მხურვალებითა, მხურვალება სიცხეა. და შეახო ხელსა მისა, ხელზე შეეხო უფალი, მიდის და ხელზე ეხება. შეახო ხელსა მისა და დაუტევა იგი მხურვალება მან და აღდგა და მსახურებდა მან. აი რა უცი, აი რა ლაკონურია სახარება, ნახეთ. კიდე გეუბნებით რა, რომ სახარება კი ლაკონური, მაგრამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სტრიქონებს შორის კითხვა. აი რწმენაში რო გავძლიერდეთ რა. რა უცებ ხდება, რა უბრალოა სინამდვილეში რწმენა, ხედავ? ამ შემთხვევაში, ეხლა მოდი ესეც ვივარაუდეთ. ეხლა გავიაზროთ ჩვენ კარგად. უყურეთ რა ხდება. ნახეთ კეთროვანის განკურნება. ნახეთ შემდეგ ასისთავი მე უკვე, რომელიც მიდის და რომელსაც აქებს უფალი, რომ აი შენისთან რწმენა მე ისრაელშიც კი არ მინახავს. და ეხლა უცებ პეტრეს სიდედრი. თითქოს უნიშნელო ფიგურაა, ხო? მაგრამ თქვენ როგორ გონიათ, ეხლა უნიშნელო არ არის უნიშნელო. თქვენ როგორ გონიათ, რატო განკურნა ეხლა უფალმა მის სიდედრი, რომ ეხლა ამდგარიყო და მომსახურებოდა და პური ეჭამათ? არა. აქაც საოცრება ხდება ხალხო. აქ საერთოდ არანაირი დიალოგი არ არის. აქ იმდენად სწამს იმ პეტრეს სიდედრს ეს ყველაფერი რა. რო უცებ ხელი შეახო მივიდა, შევიდა დაღლილი უფალი სახლში. შეახო ხელი მომენტალურად განიკურნა. და კი არ უკვირს ეს მას იმ სიდედრს, ამას ელოდა. აი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ელოდებოდა, როდის მოვიდოდა, ანუ ეხა ერთი სული ქონდა, რომ შემოსულიყო სახლში უფალი. ანუ არც სიტყვა მიუტანიათ მისთვის ვინმეს, რომ აი პეტრეს სიდედრი ავად არის და სიცხე აქვს. რო თქვათ, იქაც ისევე ეთქვა უფალს, რომ აი განიკურნოს და განკურნებულიყო სახლში. ამის რწმენაც ქონდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ხა მაშინ მობილური ტელეფონი არავის არ ქონდა, ვერავინ დაურეკავდა და ამიტომ ინფორმაციას ვერავინ ვერ მიაწვდიდა, ხო? ავად არის სახლშია რა. შედის უფალი დაინახავს, რომ წევს ავად არის თავზე ალბათ ცივი ადევს, მიდის ხელს შეახებს, უცებ ულაპარაკოდ ხდება ეს ყველაფერი. უთქმელად, არც ის არ ეუბნება, რომ უფალო მოდი გეხვეწები შენ გელოდები მთელი დღეა, რომ ოღონდ ცხელი შემახერო რაღაცა მეშველოს. ან სიცხემ დამიწიოს ან რაღაცა, არა. არც უფალი არ ეუბნება, რომ ავად ახარ კაცო შენ მე არ ვიცოდი მოვალ და რაღაც განკურნა. უცებ ხდება ყველაფერი, აი მომენტალურად შედის დაინახავს, ეხლა ღმერთმა იცოდა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. მაგრამ ისიც როგორ მორჩილად ელოდება და უდრტვინველად. კი არ აგზავნის ვინმეს. აი ხედავთ, აი დაუკვირდით რამდენი ნიუანსია ამ ყველაფერში რა. ხო შეიძლება ვინმე გაეგზავნა, შვილი გაეგზავნა, შვილი გაეგზავნა, მეზობელი გაეგზავნა. მით უმეტეს იცოდა რომ მე მასთან უნდა მისულიყო უფალი და სუფრა უნდა გაეშალა მას მისთვის. მაგრამ ხედავთ როგორია მისი რწმენა, რა საოცარია, ხედავთ რომ მან იცის რომ დროც არ დაჭირდება არანაირი უფალს, რომ შემოსვლისთანავე მომენტალურად შეძლებს მის განკურნებას. არც აწუხებს, არც აგზავნის არავის რომ მოდი რა დროზე მოდი იქნებ რომ აი მეც რაღაცა შევძლო და მოვაცრო საჭმელის გამზადება, არა. რაღაცა გამომჯობინება ხომ ჭირდება რა. სიცხიანი ადამიანი ახლა მაღალი ტემპერატურა ახლა ალბათ სავარაუდოდ ყველას ქონიათ, ხო? უცებ რომ დაგიწევს სიცხე თქვა რაღაცა სიცხის დამწევს რომ დალებ, ხო? მოთენთილი ხარ თავი და მოლოდი ძალები გამოცლილი რა, იადგომის თავიც არ აგავს რა. კი გძნობ რომ სიცხე დაგიწია, მაგრამ ძალა არ აგაკ, აი ღონე გამოცლილი ხარ თავი და მოლოდი. აქ რა წერია ნახეთ? დაუტევა იგი მხურვალება მანო და მეხსეულად აღდგა და მსახურებდა მათო. ეგრევე წამოხდა და დაიწყო ბზრიალი უცებ რა სამზარეულოში რაღაცა უცებ საჭმელი გააკეთა მიათო. არც გაუკვირდა, ეს მადლიერებაც უხმოდ ხდება მისი მხრიდან.
არც ის წერია რომ არიქა და მუხლებზე დაეცა და უფალო რაკაია რომ გამყურდნენ მომარჩინე. ეს ყველაფერი ხდება უხმოდ ხალხო. არც უფალი არ იტყობს მისგან მადლიერებას, იმიტომ რომ ხედავს და გრძნობს მის მადლიერ გულს, გრძნობს მის საოცარ რწმენას. აი ესეთი რაღაცები მინდა რომ ისწავლოთ ხოლმე, აი ესეთი რაღაცების დანახვა, რა. ხო ძალიან მოკლე წერია რა. შეახო ხელსა მისსა, მეხსეულად დაუტევა იგი მხურვალებამ მან, აღდგა და მსახურობდა. აი რა მოკლე წინადადებაა, ხო, მაგრამ რამდენს ვლაპარაკობ ახლა ამასთან დაკავშირებით? რამდენი ნიუანსია, რამდენი რაღაცა უნდა დავინახოთ და ვისწავლოთ ჩვენ აქედან? რა საოცარი რწმენა აქვს? პეტრეს სიდედრს თითქოს და მეორე და მესამე ხარისხოვანი პერსონაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ ერთხელ იხსენიება. მაგრამ ამით უფალი კიდე იმას უსვავს ხალხს, რომ არ არის აუცილებელი რომ გამოჭენებული იყოს ადამიანი. აი ესეთი ადამიანები პეტრეს სიდედრისნაირები, რომლებიც თითქოს და შემთხვევით იხსენიება, ხო, მაგრამ თქვენ გითხარით, რომ შემთხვევით არც ერთი სიტყვა და არც ერთი ასო არ წერია წმინდა წერილში. პეტრეს სიდედრისნაირი ადამიანები უხვად დახვდებიან ჩვენ სასუფეველში და დღესაც არიან და ცხოვრობენ, იცოდეთ თქვენ. რომელსაც ვერავინ ვერ ხედავს, არავინ არ იცნობს, არც საზოგადოებაში ცნობადი სახეები არ არიან ეს ადამიანები, მაგრამ ღმერთის საყვარელი შვილები არიან. რომელთაც უშუალო ცოცხალი კონტაქტი აქვს თავიანთი საოცარი სიმდაბლისა და უბრალოების გამო უფალთან. მე მithქვამს თქვენთვის, რომ აი მყავს მე მრევლი ესე პირობითად რამოდენიმე კატეგორიად მაქვს დაყოფილი რა და მყავს კატეგორია და ცოტაა ძალიან რა თქმა უნდა ეს კატეგორია, მაგრამ თითოეული მათგანის გამო მადლიერი ვარ ღვთისა, რომელთაგან მე ვძლიერდები და ვიზრდები და ვსწავლობ. ოღონდ ისე რომ ეს თვითონ მათ არ იციან. და ერთ-ერთჯერ რომ მithქვამს, გაცინებიათ რომ ამაურას ლაპარაკობ, იმიტომ რომ თამდაბლობა თავის თავს ვერ ხედავს. იმიტომაც არის თამდაბლობა. თამდაბლ ადამიანს რო ახლა აქო და ადიდო, რას ლაპარაკობო გეტყვის, ახლა ერთი მეგობარი გოგონა ყავს, ჩემი მეგობრის მეუღლე. ნუ არ ვიცი რა, აი ლიკა ქავჟარაძე რო იყო თავისი ახალგაზრდობის და სილამაზის ზენიტში, წარმოიდგინეთ ლიკა კვადრატში, თავის გარეგნულ სილამაზიან, შინაგანი სილამაზიან, აი ესეთია რა. ბავშვობიდან და დღესაც. ხო და ნუ ეხლა რამდენჯერ მიფერები ვარ, რამდენჯერ მithქვას რომ აი მე რა საყვარელი ხარ, ალამაც ხარ. და რომ მithქვას ხოლმე რომ ნუ ეხლა თან იცის რომ ეხლა სილამაზი შეგრძნება არ მეშლება. არაო, რას ლაპარაკობო? რას ლაპარაკობ? მე უკაცო ეცინება, სულ ის კი არა რომ რაღაცა ცრუ და ყალბი თამდაბლობით კი არ მეუბნება რომ არა მე რა ლამაზი. მართლა არ მიაჩნია თავისთავად ლამაზად რა. იმდენად უბრალო და იმდენად თამდაბალია. და ისეთ ადამიანებზე უთქვას ხოლმე, ჩემთვის რომ ნახე რა ლამაზი გოგოა რომ რა ვიცი ეხლა მე რო ხა ვერ შევამჩნევდი რა მაგალითად რა. ხო და მისთვის ის მართლა ლამაზი ყოფილა. აი ესეთი ადამიანები არიან ჩემო ძვირფასებო რა და ესეთ ადამიანებს აფასებს ღმერთი იცოდეთ თქვენ. სიმდაბლეს ეძებს უფალი მხოლოდ ადამიანში, მეტი არაფერი არ აინტერესებს ღმერთს. სიმდაბლე არის საფუძველი, რომელზეც შენდება ქრისტიანის სულიერი შენობა. ამის გარეშე თუ აშენებ რაღაცას, ჩავთვალებ ტყილა აშენებ. ჯერ სიმდაბლე მოიპოვე, ჯერ ამას ეცადე და მერე დაიწყე უკვე შენი სულიერი შენობის შენებლობა. მანამდე აზრი არ აქვს, ტყუილია ეს ყველაფერი. რომელი საათი გვაქვს? 1 საათი გადის ხოლმე მგონი ხო და? ანუ აი ეს ერთი მუხლით წავიკითხოთ და მერე გავჩერდეთ რა. დავით царსა შემწუხდა, მოგვარეს მას ეშმაკეულები მრავალი და განასხა სულები სიტყვითა და ყოველნი რომელნი ბოროტად ცნეულ იყვნენ, განკურნა. რათა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინასწარმეტყველისა, რომელთქვა ამან უძლურებანი ჩვენი მიიხונה და სნეულებანი ჩვენი იტვირთნა. ვითარცა იხილა იესო ერი მრავალი გარემოს მისა, უბძანა წიაღსვლა მიერ კერძო. ანუ აი აქ შევჩერდეთ ახლა ჩვენ, ანუ რა ხდება, მოკლედ გეტყვით რა, რომ ეს ყველაფერი რომ იხილეს ამ ხალხმა, ანუ ხმა ხო იცით რომ ძალიან მალე ვარდება, ხო, კარგზეც და ცუდზეც რა. მიყავდათ მერე მასთან უამრავი დაავდომილი, კეთროვანი, ეშმაკეული, შეპყრობილი ადამიანი, სხვადასხვა დაავადებული და ყველა მათგანი განკურნავა. ესე ძალიან მოკლე წერია, მაგრამ ეხლა მოკლედ კი წერია, მაგრამ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ეხლა აი რა ხდებოდა რა. უცებ რომ მიაწყდებოდნენ სნეული ადამიანები და გაჭირვებულები და ვიღაცამ ძმა მიიყვანა, ვიღაცამ შვილი მიიყვანა, ვიღაცამ მოხუცი მამა მიიყვანა, ვიღაცამ დედა და ყველა რო განკურნა ეხლა უცებ. ერთი შეხებით, ერთი შეხედვით, ერთი სიტყვით რა საოცრება იქნებოდა, ხო და
დაზენს מחარებელი რომ იმისათვის რომ აღესრულოსო სიტყვა ესაია წინასწარმეტყველის მიერ თქმული რომ მან სნეულებანი ჩვენი იტვირთნაო და უძღურებანი ჩვენიო განკურნაო ანუ მე თქვენ ესეთ გითხარით რომ ხშირად ხდება და ხშირად მიმართავს מחარებელი აი ამ ხერხს რომ ყოველთვის იშველიებს წინასწარმეტყველს რომელსაც ნაწინასწარმეტყველები აქვს ძველ აღთქმაში ისიც გითხარით რომ ახალი აღთქმა ეს არის აღსრულება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების ანუ ის რა ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები აღსრულდა შემდეგ უკვე ახალ აღთქმაში ხო და ამიტომ იმისათვის რომ დაგვანახოს ეს კავშირი უწყვეტი კავშირი ძველსა და ახალ აღთქმას შორის და იმისათვის რომ დაგვარწმუნოს რომ რაღაცა ახალი კი არ ხდება ახლა უბრალოდ იმ ძველში რაც იყო ნაწინასწარმეტყველები ის ხდება ის აღსრულდა რომ ერთი მთლიანობაა ეს ძველი და ახალი აღთქმა ერთი უფლის მიერ ნათქვამი ნაწინასწარმეტყველები რომელიც ახლა აღსრულდა ამიტომ ხშირად ვნახავთ ხოლმე ჩვენ აი ამ მომენტს რა ხშირად შევხვდებით რომ აი იშველიებს מחარებელი აი როგორც ამბობს ისაია წინასწარმეტყველი როგორც ამბობს იერემია წინასწარმეტყველი როგორც ამბობს თქვა ანგია წინასწარმეტყველი და ასე შემდეგ სხვადასხვა წინასწარმეტყველებს იშველიებს იმისათვის რომ შეგვახსენოს რომ ის რაც ახლა ხდება უკვე ნაწინასწარმეტყველებია უფლისაგან და დღეს აღსრულდა სწორედ ეს წინასწარმეტყველება რომელიც ითქვა თქვა რამოდენიმე საუკუნის წინ და ამის შემდეგო ანუ უნდა ვივარაუდოთ რომ ის ხალხი როდესაც თქვა რაღაცა დასრულდა ის ნაკადი იმ ხალხისა რომლებიც იქვე იყვნენ მახლობლად და რომ ყველა რომიც გაიგო და მივიდნენ და მიაწყდნენ და რომ განკურნა ეს ადამიანები ამის შემდეგო განეშორაო იესო ანუ წამოვიდა ანუერიდება ამ ქებადიდებას და ხოტბას და ასე შემდეგ და წამოვიდა უყურეთ როგორ წერია უბრძანა წიაღსვლა მიერ კერძო ვის უბრძანა უბრძანა მოციქულებს ანუ იმ ადამიანებს ვის მასთან ერთად ცხოვრობდნენ უკვე ვიც უკვე მასთან დამოწაფებულები იყვნენ რომ გასულიყვნენ და გარიდებოდნენ იქაურობას ხო ანუ 1 საათი ამოგვეწურა ჩვენ თქვენ იცით რომ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ 1 საათს არ გადავაცილოთ და ამიტომ დღეს შევჩერდეთ ჩვენ აქ ეს არის უკვე მერვე თავის შუაზე გავჩერდით ჩვენ და შემდეგ საუბარზე შემდეგ სამშაბათს უკვე მერვე თავს დავასრულებთ ჩვენ ანუ შევჩერდით ახლა ჩვენ მერვე თავის მე-19 მუხზე ანუ მე-19 უკვე აღარ წაგვიკითხავს რა დღეისათვის საკმარისია მადლობას გიხდით თითოეულ თქვენთაგანს მოგზანებისათვის გულისხმიერებისათვის წავბრძანდით ვისაც გეჩქარებათ და თუ რომელიმე თქვენთაგანს რამე გაინტერესებდა შეკითხვაგან ეხლავე ნუ დასვათ აი ეს მინდა გთხოვთ ეს მნიშვნელოვანი ნიუანსი ეხლა მე და